კარგად ამიხსენი. ვიღაც უცხოელ მდიდარ ბიჭს შეხვდი. იტალიელია. სალამი. უცხოელ სექსუალურ იტალიელ ბიჭს. მატეო მქვია. და ფიქრობ დღესვე იტალიაში გაფრენა კარგი აზრია. ეგ არაფერ შუაშია. იქ აღარ ცხოვრობს. თავის ძველებურ დიდ ვილაზე მომიყვა, რომელიც მიტოვებულია. ცარიელია. იცოდე ტოსკანას ციხიდან რეკვა არ დამიწყო. ჩაო. ტოსკანაში პირველად ხართ? ჩემი პირველი მოგზაურობა. გამარჯობა. ნიშნობის ბეჭედი ამ ძველ კარადაში როგორ უნდა დატოვო? ნაკრას აკეთებ. ნახლავე დააკავეთ. ერთი წუთით რაღაც გაუგებრობა. ღმერთო ჩემო. მატეოს პატარძალი. დიახ, ჩვენ ქორწინდებით. ილოცა. ახლა რა ვქნა? შეგიძლია თავი მისაცოლეთ წრადგინო. ან ციხეში წახვიდე. ორივე რომანტიულია. გაიცანი ეს ჩემი დიშვილია. აქედან უნდა წავიდე. აუ, გამარჯობა. გაბრიელას უნდა რომ ენახები და გათვალიერები. რატომ? მალე ხომ ქორწინდები არა? აუ. ასეთ ადგილას მუშაობაზე სულ ვოცნებობდი. სარეული ხარ? შენი ადგილი აქ არის. კარგი იყო. აქამდე იტყვებოდი რომ თეთრკანიანი იტალიელი საცობე იყავი, ახლა კიდევ მისი შავკანიანი ბიძაშვილი შეგიყვარდა? გოგო, შენ მართლა მელოდრამაში ხარ? ასე მგონია რომ თითქოს არ საიდან გამოჩნდი. სიმართლე უნდა ვუთხრა. შენ მას შეძლებ. მშობლები არ ჩამოვლენ? არა, არ მყავს. არ გყავს? ამიერიდან გეყოლება. ეს ზედმეტია. ისე ცხოვრებას იმსახურებ, როგორიც შენ გინდა. ეს წვიმა? ოხ, ბიჭებო. გამარჯობა. განაგძეთ ბავშვებო, ჩემი არ მოგედა. მატეო, აქ რა გინდა? მაგას მე მეკითხები, შენ თვითონ რა გინდა აქ?